აბას აბადი ნიშნავს აბასის ქალაქს. ქალაქს, ხო? ის შექმნა კახეთიდან გადასახლებული დაახლოებით 100 ოჯახით. და ახლა 200 წლის შემდეგ სპარსეთში მგზავრობისას ბრიტანელი მოგზაური ჯეიმს ფრეიზერი ჩადის ამ სოფელში და მის და გასაოცრად ეს ხალხი არ საუბრობს სპარსულად. გარეგნობით სულ გამოირჩევიან. ეს რომელი საუკუნე არის? ეს არის 1821 წელი, ხო, მე-19 საუკუნე და ძალიან გაკვირვებული არის, იმიტომ რომ ეს ხალხი სხვანაირად გამოიყურება, სხვანაირად საუბრობს, რომ აქვთ ეს იდენტობა და მით უმეტეს საუბრობს, რომ და ეს ციტატა მინდა მოიყვანო, რომ საუბრობს, რომ რაოდენ გაუსაძლისი იყო მათი ყოფა ცხოვრება და მაინც როგორ ინარჩუნებდნენ თავიანთ მეობას. ასეთ საშიშ და უკაცრიელ ადგილას, ისინი სასაზღვრო ნაპირაზე ჩაასახლა აბასმა, რომ უზბეკების შემოსევებისგან დაეცვა საზღვარი და ეს ფრეზერი ამბობს, ასეთ საშიშ და უკაცრიელ ადგილას არავინ დასახლდებოდა ნებაყოფლობით. მაგრამ აქ გამოვალ სავაჭრო გზაზე აუცილებელი იყო დასაცავი პუნქტის შექმნა და ირანის არაერთ ხელისუფლებას დაუნახავს ამის აუცილებლობა. შაჰ-აბასი პირველი იყო, ვინც შეძლო ამ საკითხის გადაწყდა და აქ დაასახლა ქართული ოჯახები. მათი მშობლიური მდიდარი მხარიდან ამ უდაბურ მარილიან უდაბნოში. ფრეიზერი 1821 წელს საუბრობს, 17 წლით რო ჩავიწიოთ. აქ ჩამოდის კიდევ ერთი ბრიტანელი მოგზაური, ჯოზეფ ვულფი, მისიონერი იყო, რომელიც ასევე ჩადის და საუბრობს, რომ აი ახლა უკვე, ანუ ეს არის 30-იან წლებში ქართველების წილი კლებულობს, იზრდება სპარსელების წილი, მუსულმანთა წილი, მათ შორის ალბათ გამუსულმანებული ქართველებიც არიან, მაგრამ აქ უკვე საუბრობს ჯერ კიდევ 15 ოჯახი, რომელიც კიდევ ქრისტიანია და საუბრობს ქართულად. ეხლა რო გავაგრძელოთ, 1856 წელი არის, 17 მაისი და ჩადის ფრანგი მოგზაური ჟოზეფ ფერიე და აქ უკვე ისიც საუბრობს, რომ მოსახლეობის ნაწილი არის უცხო, მაგრამ წილი ამ ქართველობის აშკარად გამქრალი არის. და უკვე ფერიეს 1856 წელს, ხო. 1890 წელს კერძონი წერს, რომ აქ იყვნენ ქართველები. აი ნახე, რამხელა და აი იცი რა არის, ჩემთვის ეს არის საინტერესო, რომ შეიძლება ერთის ხრივ ეს ხალხი გაყვანილი იყვნენ როგორც ბავშვები, მათი ჩამოყალიბება ხდება უცხო გარემოში, უცხო ქვეყანაში, მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებენ იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს. აი აბას-აბადის შემთხვევაში ირანულ უდაბნოში არსებული დასახლებაც ინარჩუნებს 200 წლის განმავლობაში თავის მეონ. ჩვენ მე აღარაფერს ვიტყვი ფერენელ ქართველებზე, ხო? ის მეროდ უფრო მოზრდილი დასახლება იყო და დღემდე ინარჩუნებენ იდენტობას.